გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ ჩვენ გვაქვს აი ესეთი პროექტი სამზარეულო გარნიტურის და ეხლა მე მინდა განახოთ თუ რანაირი დოკუმენტების მოპოვება შეგვიძლია ჩვენ სამიკად პროგრამიდან და როგორ შეიძლება ამ დოკუმენტების ასე ვთქვათ მიღება. პირველ რიგში ეხლა მე გავაკეთებ ესეთ რამეს, რომ ესე იგი აი აქ დავკლიკავ, რომ დამახსოვრებას და გამოვა ესეთი ფანჯარა და ვეუბნები, რომ გააგზავნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ რამოდენიმე დოკუმენტი მოვა როგორც სამიკადის საიტზე, ასევე ელექტრონულ პოსტაზე. მოდით ამას უთხრათ ატყრავით, რასაც რაღაც დაჭირდება, აი კარგად წავიდა ეს მაგის ნიშანია, ვეუბნები ოკეის და წავიდა ეს და დაახლოებით 2-3 წუთში რამოდენიმე დოკუმენტს ჩვენ მივიღებთ ელექტრონულ პოსტაზე. მაგრამ მანამდე ვნახოთ თუ კიდევ რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ და რა სახის დოკუმენტები შეგვიძლია მივიღოთ ან გავაკეთოთ. მოკლედ ეს სამიკაც აქვს ესეთი ექსპორტი. რომ გადავალთ ამ ექსპორტზე, აქ არის დაუშვათ ექსპორტ SketchUp-ში, ექსპორტ მაგალითად 3ds-ში, ანუ თუ თქვენ ან SketchUp-ი ან 3ds-ი გაქვთ, ასე ვთქვათ, დაინსტალირებული თქვენს კომპიუტერში, შეგიძლიათ ახლა უთხრათ, რომ აი სახრანიძა, ისე იგი მაშინვე გადავა ეს პროექტი 3ds-ში. თავისი აი ამ ყველა 3D ელემენტებით, გამწვავებით და პეტლებით და ასე შემდეგ. კი ბატონო, ამის გარდა გვაქვს აი ექსპორტი DVG-ში. DXF files, რასაც ქვიან ექსპორტი აქედან, პრინციპში არ ხდება, იმიტომ რომ DXF files პროგრამა თვითონ გიგზავნით ელექტრონულ პოსტაზე და საიტზე. რასაც ჩვენ ახლა ველოდებით. მოდი ნახოთ ექსპორტი DVG-ში როგორ ხდება. აი ახლა დავკლიკავ აი აქ და დაველოდოთ რომ გაიხსნას AutoCAD-ის ფაილი. კი ბატონო, აი ვუნები საკრატიანია, კი ბატონო, yes. და აი ეს ფაილი არის, რომელიც აი ახლა მივიღეთ. დავაწყაფოთ ორჯერ და გავხსნათ. დაველოდოთ. ბატონო, ესე მოვატრიალოთ ეს ჩვენი ფაილი. და აი პრინციპში ხედავთ თუ როგორ მივიღეთ DXF ფაილში ეს ჩვენი პროექტი, სადაც თვალნათლივ ჩანს აი მაგალითად გამწვავი, ეს ბლუმის მექანიზმები, პეტლები და ასე შემდეგ. მოკლედ აი AutoCAD-ში მივიღეთ აი ესეთი ფაილი, შეგიძლიათ ეს ახლა, რა ვიცი, სხვა ბრძანებებით, აი ესე თქვენ რაღაც ჩვენი მანიპულაციები ჩაატაროთ. მე ვფიქრობ, ყველაფერი გასაგები არის და ეხლა კიდევ მინდა გავჩვენოთ, ჩავკეთოთ ეს ჩვენ AutoCAD-ის ფაილი, გამოვიდეთ აქედან და შევიდეთ ელექტრონულ პოსტაზე და ვნახოთ რა დოკუმენტები მივიღეთ ელექტრონულ პოსტაზე. კი ბატონო, აი აქ ეს არის დღევანდელი რაც ჩვენ მივიღეთ, ხო? კი ბატონო, წაგან რაც გავაგზავნეთ და აქ არის Excel-ის ფაილები, ამ Excel-ის ფაილებზე ჩვენ ცალკე ვიდეო გვაქვს, თუ რას ნიშნავს ეს Excel-ის ფაილები და როგორ უნდა გამოვიყენოთ და ასევე არის დაზიპული ფაილი. მოდით ეს დაზიპული ფაილი გადავიტანოთ დესკტოპზე. შევუთხრათ და გამოვიდეთ აქედანაც. და ვნახოთ რა დაზიპული ფაილი არის ეს.
ხო? ესე იგი, ჩვენ ახლა შევდივართ აი აქ, დავაწყაპუნებთ აი აქ და დაზებული ფაილისგან მივიღებთ folders. გავხსნათ ეს ფოლდერი და ვნახოთ რა გვაქვს აქ რა. SHM Sideflex ქვია და SHM Maestro M100. ეს არის სამხრეთი ჩარხები და ამ სამხრეთი ჩარხებისთვის მივიღეთ დოკუმენტები, აი ეს გავხსნათ და აი კი ბატონო. აქ არის ყველა დოკუმენტი, ყველა დეტალისთვის. ანუ თუ როგორ უნდა დაიხრიტოს თითოეული დეტალი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა გადაეცემა სამხრეთ ჩარხის ოპერატორს და ნუ ის უკვე გასაზრდოს თუ რანაირად და როგორ დახვრიტოს ეს დეტალები. კი ბატონო, ანუ ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც მოგვცა პროგრამამ. მეორე არის DXF ფაილი. ეს არის DXF ფაილი, საერთო DXF ფაილი. ანუ აქ არის აბსოლუტურად ყველა დეტალის DXF ფაილი. ეხლა თუ ჩვენ გვინდა რაიმე დეტალის მოძებნა, აი როგორ შეიძლება ეს დეტალი მოძებნოთ, ახლა გაჩვენებთ თუ აი ამ DXF ფაილებში როგორ მოძებნოთ ჩემთვის სასურველი დეტალი, იმიტომ რომ აქ არ დასახელება ჩანს დეტალის, მხოლოდ არის ნომრები და ციფრები და რანაირად შეიძლება ეს დეტალები ჩვენ აი აქ მოძებნოთ. თუნდაც იმიტომ რომ სადაც აი მეორე ფაილში, სადაც ჩვენ გვაქვს აი ეს DXF ფაილი, აქ კი არის ეს დეტალები, მაგრამ კიდევ მინდა დამატებით რომელიღაცა დეტალზე რაღაც ამოჭრა ან რაიმე ასე ვთქვათ ოპერაცია ჩავატარო, ხო? კარგით, მოკლედ ისევ გადავდივართ აი ამ DXF ფაილში და რას ვაკეთებთ? ხსნით Excel-ის ფაილს და მაგალითად ვნახულობ ასე ვთქვათ მე-6 ყუთის ძირს. თუნოიაში კაცი, მე-6 ყუთის ძირს. აი მაგის გასვლით ჩვენ ვხედავთ აი ამ ბარკოდს, ხო? აი ამ ბარკოდიდან ჩვენ უნდა დავაწყაპოთ აი ამ ბარკოდზე. და რა უნდა ვქნათ? აი ეს 14-მდე, ეს ციფრები 14-მდე ყველას ერთი აქვს. რომ ყველა დეტალის ის არის, რა მოკლედ ასე ვთქვათ ნუმერაცია. მე ვიღებ აი ამ ციფრს S-მდე, სადაც S-ი წერია, ვაკოპირებ. თქვენ შეგიძლიათ მე კარგად ნახოთ თუ როგორ ხდება ეს კოპის ვეუბნები. გადავდივარ ისევ ფოლდერში, სადაც მე მაქვს აი ეს ფაილი და აქ არის ძებნა. ამას ჩავშალთ აქ paste ვეუბნები და აი ნახეთ. მომიძებნა ეს ფაილი. თუ ჩვენ ახლა ამას გავხსნით ამ ფაილს, ნახეთ. მივიღებთ, მაშინ მივიღებთ იმ დეტალს, რასაც ჩვენ ვეძებდით რა. მოკლედ აქაც მე მგონი თქვენ არ გაგიჭირდებათ ამის კარგად ნახოთ და მიხვედრა. ძალიან მარტივად იძებნება, აი როგორც აი აქ არის მონიშნული სერიფლად, აი ესე უნდა მონიშნოთ და ნუ თავისუფლად იპოვეთ იმ დეტალს იმ DXF ფაილებში, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. კარგით. ასევე რა მინდა გითხრათ, რომ აი ეს DXF ფაილი, სადაც ეხლა აქ შევალთ. ეს არის უკვე იმ დეტალების DXF ფაილი, სადაც ხდება, ესე იგი, ამოჭრები პროგრამულად, სადაც ჩვენ მივუთითეთ და მაგალითად როგორ. მოდი ეხლა ჩვენ ისევ შევიდეთ სამიკად პროგრამაში. ნახოთ ეს ჩვენი პროექტი, ცოტა ესე გავადიდოთ, უთხრათ დოკუმენტი. ესე გამოვიდა ესეთი პანჯარა და დავაწყაპუნოთ VFs. VFs რო დავაწყაპუნებთ, ხო? აი გამოიტანა ესეთი სახის, ანუ შეგვიძლია ეს ამობეჭდოთ კიდევაც, ან სადმე შევინახოთ. აი ესეთი დანომრილი მივიღეთ ჩვენი ყუთები. ანუ პირველი ნომერი, მეორე ნომერი, მესამე და ასე შემდეგ. და Excel-ის ფაილშიც, რა თქმა უნდა, ამ ნომრების მიხედვით არის დანომრილი ყველა დეტალი რა. აი მოდი ავიღოთ მაგალითად აქ როგორც არის მე-17 ნომერი. მე-17 ნომერი 5 და ვნახოთ რა გვაქვს მე-17 ნომერი 5-ის DXF ფაილები როგორ არის მოცემული და გამოგზავნილი. მე-17 ნომერი აგერ არის ბატონო, ეს არის მე-17 ნომერის ძირი და სახურავი. გავხსნათ.
და აგერ აბატონო გაიხსნა ეს მე-17 ნომერის ცილი და სახურავი, აქ ავტოკადი გახსნილი მქონდა უცებ მოხდა ამის გახსნა და აი ამოჭრა. წითელი ხაზით არის ამოჭრა და აგერ წითელივე ხაზით არის პაზი გავლებული იმისთვის, რა ქვია, საზურგისთვის. რა თქმა უნდა, ზომები ყველაფერი მოცემული არის ამისთვის. ნუ ეხლა ამის ზომები პრინციპში გამოტანილი არ არის, მაგრამ თქვენ თვითონ შეგიძლიათ გამოიტანოთ, თუმცა ესეც საჭირო არ არის თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ აი ამ ფაილს გადაცემთ პროგრამული ჩარხის ოპერატორს და ნუ პროგრამულმა ჩარხმა უკვე ოპერატორმა იცის თუ რა უნდა გაუკეთოს აი ამ დეტალს, როგორ ამოჭრას, ანაირად ამოჭრას და ასე შემდეგ. პრინციპში ყველა დეტალის თუ სადმე რაიმე ამოჭრა ხდება პროგრამულად, აი კიდევ ერთხელ შევიდეთ სამი კად პროგრამაში, ნახოთ ჩვენი პროექტი. ნუ რო ავიღოთ ახლა აი ეს ყუთიც, დაუშვათ ხო, შეგვიძლია ნებისმიერი ყუთის ჭრები ნახოთ, თუნდაც აი მოდი ნახოთ კიდევ ერთხელ შევიდეთ დოკუმენტაციაში, კიდევ გავხსნათ ვიევი. აბატონო ნახოთ რომელი ყუთი ხო? მოდი თქვათ მესამე ნომერი ყუთი. კი ბატონო, თქვათ მესამე ნომერი ყუთი ხო? ეს ჩავკეცოთ. აქედან გამოვიდეთ და მესამე ნომერი ყუთის დეტალები ნახოთ. მესამე ნომერი ბოკლევი აი ნახოთ მარცხენა გვერდი მესამე ნომერი ყუთის დავაცხაპუნოთ და შევხედოთ რანაირია ეს ჩვენი მესამე აბატონო. აი წითლად ეს არის ამოჭრილი ალუმინის პროფილები. მოკლედ მე მგონი თქვენთვის და ბევრი ახსნა ამას არ ჭირდება, ყველაფერი გასაგებია და გარკვეულად არის აქ ყველაფერი მოცემული. თუ როგორ ღებულობთ აი ამ დოკუმენტებს პროგრამული ჩარხისთვის, სადაც არის ჭრები დაფიქსირებული ამ წითელი ხაზებით და მე ამით ამთავრებ ამ ვიდეოს, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.